აჭარის ხელოვნების მუზეუმში საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2025-ის ფარგლებში შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული მხატვრები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ნამუშევრები, რომლებიც მხატვრებმა აჭარაში 4-9 აგვისტოს პერიოდში სხვადასხვა ლოკაციაზე შექმნეს. გამოფენას აჭარის კულტურის მინისტრი, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მთავრობის სხვა წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. პროექტის მიზანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული მხატვრების დაახლოება და ინტეგრაციის ხელშეწყობა. ეს არის სამშვიდობო გამოფენა, ეს არის მშვიდობის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით იმისათვის, რომ ჩვენი ტკივილი, ჩვენი აფხაზეთი უნდა დავიბრუნოთ აუცილებლად, ჩვენ გვჯერა ამისი, რომ ხელოვნება ადამიანებს აერთიანებს, აახლოვებს და აი ეს ღონისძიებები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არ არის ფორმალური ღონისძიება, ეს არის ადამიანების სულების გამოძახილი. საერთაშორისო მხატვართა პლენერი, რომელიც აერთიანებს არა მარტო საქართველოს მხატვრებს, არამედ სხვა ქვეყნის მხატვრებს და ყველა ეს ღონისძიება უკავშირდება ერთიან მიზანს აფხაზეთის მხატვრების, აჭარის მხატვრების სულისკვეთებას და რწმენას იმისას, რომ ძალიან მალე ჩვენ ყველანი ერთად აფხაზეთში ვიზეიმებ ერთიანი საქართველოს კეთილდღეობას და გაბრწყინებას. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ გამოფენებს არა მარტო აჭარაში, არამედ ნებისმიერ საქართველოს კუთხეში. ასევე ჩვენ ვაწყობთ გამოფენებს უცხოეთში, ესპანეთში, ჰოლანდიაში, პლენერები კეთდება და მათთან ურთიერთობა და გაცნობა ხდება. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობისთვის, სიყვარულისთვის, დაახლოებისთვის.